მოგესალმებით, თქვენ უყოფებით AXE კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი, ვაგრძელებთ PHP გაკვეთილებს და ამ ვიდეოში შევეხებით უკვე მონაცემთა ბაზებს და მონაცემთა ბაზებიდან ჩვენ გამოვიყენებთ MySQL-ს. რა თქმა უნდა, პირველივე ვიდეოში არ მოხდება PHP-სთან დაკავშირება, მაგრამ შევქმნით და გავიცნობთ ამ ბაზას რა. ამისთვის უნდა გავუშვათ apache პირველ რიგში, ანუ PHP და შემდეგ უკვე MySQL. MySQL-ს რო გავუშვეთ, შემდეგ დავაჭერთ admins. ანუ როგორც ბაზის შექმნას, ასევე ვისწავლით ცხრილების შექმნას რა, რასაც მე უკვე ჩვენ გამოვიყენებთ მონაცემების შესანახად PHP-დან რა. ესე იგი, აქ შევედით, ეს არის PHP MyAdmin-ი, საიდანაც MySQL იმართება და ახლა აქ არის რაღაც მონაცემთა ბაზები, რომლებიც თვითონ ჭირდება რაღაცები, აქ არის სატესტო, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ მოდი ჩვენი შევქმნათ ახალი, აი new-დან და აი აქ წერთ სახელს, მონაცემთა ბაზის სახელს, რასაც გვინდა იმას დავარქმევთ. თქვა თუ economshop-ზე ვაკეთეთ, economshop-ს დავარქმევთ და ასე შემდეგ, მაგრამ მე დავარქმევ PHP tutorials რა. თუ გვინდა რომ ორი სიტყვა შეტიოდეს, slash-ით დავწერთ, რა თქმა უნდა, ან უნდა გადავაბათ. და აი აქ ირჩევა ესე იგი კოდირება ჩვენი სიმბოლოების. აი ეს UTF-8 General CI საკმაოდ კარგი არის და ნუ ამის დახმარებით ქართულ ტექსტებსაც შევინახავთ რა. არა მარტო ქართულსაც, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა ქართული ტექსტების შენახვა და წაკითხვა შეძლოს მონაცემთა ბაზამ რა და ამისთვის გჭირდება აი ეს. ნუ სხვასაც შეუძლია, მაგრამ მაინც ეს საკმაოდ კარგი და რეკომენდირებული არის. შემდეგ უბრალოდ create-ს ვაჭერთ და აქ დაემატება ამ ჩამონათვალში აი PHP tutorial-ი. ახლა რა ხდება? აუცილებლად ჭირდება ბაზას, ანუ ჩვენ ხომ უნდა გამოვიყენოთ და ამისთვის გამოყენებისთვის გვინდა ცხრილები რა. ნუ ახლა ერთ ცხრილს გავაკეთებ, შემდეგ კიდე გავაკეთებთ, მაგრამ თავარი რა არის ცხრილის შექმნისას? აი ცხრილს ვარქმევთ სახელს. მაგალითად ახლა ჩვენი web გვერდი, რომელიც დავიწყე, მინდა იყოს რომ რეგისტრაცია, ანუ რაც უკვე დავიწყე და შემდეგ ალბათ იმას გავაკეთებ, რომ პოსტების დამატებაც შეგვეძლოს რა. ანუ რაღაც საინფორმაციო პოსტები რომ დავამატო საიტზე. ჯერ უბრალოდ მივხედოთ რეგისტრაციას. რეგისტრაციისთვის გავაკეთებ, რას გავაკეთებ? ცხრილს გავაკეთებ, რომელსაც დავარქმევ თქვათ users, იმიტომ რომ ის იქნება მომხმარებლებისთვის იქნება რა. ნუ აქ არ არის საჭირო ახლა დიდი ასოთი დავიწყო. აი users ერქმევა და აქ ახლა სვეტების რაოდენობა. რას ნიშნავს სვეტების რაოდენობა? სვეტში შედის ესე იგი მონაცემები რა. მაგალითად, ეს ერთი სვეტია, სადაც სახელგვარი ჩაიწერება. მეორე სვეტია, სადაც Gmail-ი ჩაიწერება. მესამე სვეტია, სადაც პაროლი ჩაიწერება და სხვა რომ მქონდეს კიდევ ახალი სვეტი იქნება. ესე იგი, ეს სამი სვეტი მინდა, მაგრამ დამატებით აუცილებელია, რომ რაღაც ხილს რო ვქნით რა, რაღაც მონაცემებს ID ქონდეს რა. ანუ ამ მომხმარებლებს თავის ID ქონდეს. ამიტომ გავაკეთებ 4-იანს. ანუ თორემ შემიძლია მეტიც გავაკეთო და ნაკლებიანიც რა, იყოს 4-იანი. დავაჭიროთ create და ახლა გადამიყვანს ამ გვერდზე, სადაც უნდა დავარქვა სახელები. მე ამ სვეტებს. ანუ როგორც თქვით, პირველი სვეტი იყოს ID. და ID, ნახეთ აქ ტაიპები აქვს. ტაიპი რას ნიშნავს? ანუ int-ი ციფრი უნდა იყოს. ნუ ID რა თქმა უნდა ციფრი უნდა იყოს ციფრი და პლუს მე აქ მინდა I.
ანუ აუტოინკრემენტი რას ნიშნავს? ამას მოვნიშნავ. ავტომატურად აქ მოინიშნება primary, რაც საჭიროა რომ გქონდეს. ანუ ეს იქნება ინდექსი, მთავარი ინდექსი ამ ცხრილის, რომელიც ავტომატურად იზრდება. ანუ ჩვენ რო შევიყვანთ მონაცემებს, მაგალითად გიორგი, ენუქიძე და მეილი და რაღაც მონაცემები, ეს ავტომატურად მიანიჭებს იუზერის ID-ს. ანუ ეს რომ მოვნიშნე აუტოინკრემენტი ავტომატურად ანიჭებს, რომ ეს არის primary ესე იგი რაღაც თავარის გასაღები ამ ცხრილის და პირველი იქნება პირველი თქვათ, მეორე მოხმარე რო დარეგისტრირდება ავტომატურად ორი მიენიჭება და ასე შემდეგ, ანუ 1000 მოხმარებელი რო იყოს, მიენიჭება ყველას თავთავის ID და უნიკალური იქნება ამით რა. ეს თემა შემდეგ მეორე რა მინდა? მეორე მინდა რა ხდება? full name მინდა მეორე. და full name intiver იქნება, რა თქმა უნდა. ეს მე შემიძლია გავუშვა ტექსტის ტიპის, მაგრამ ტექსტის ტიპის გამოიყენება ძირითადად, როცა დიდი ტექსტები მინდა. უფრო კომფორტული და მონაცემთა ბაზების ესე იგი დამზოგავი მეხსიერების ამ შემთხვევაში ვარჩარი იქნება კარგი. და ანუ აქ მივუცითებ ლენქში, რომ მაქსიმალური ესე იგი რაოდენობა სიმბოლოების რამდენი იყოს. ნუ სახელი გვარი ახლა რამდენი იქნება? აი თქვათ იყოს 200 სიმბოლო რა, მაგრამ 200 სიმბოლოც არ იქნება, ხო, სახელი გვარი. და თუ ნაკლებს გამოიყენებს, ნაკლებ ადგილს დაიკავებს და თუ 200-მდეავა, ჩვეულებრივ 200 და თუ ნუ მეტი შეიყვანა, ახლა ესე იგი სახელი გვარი არ არის და ამ შემთხვევაში errors დაარტყავს რა, რაც უნდა გვაწყობდეს. ნუ მე ისე შევყავს 200 თორე 200-იანი არ იქნება ახლა სახელი გვარი, ასევე აი მეილი იყოს ვარჩარი და ესეც ვერ იქნება 200-იანი, მაგრამ იყოს 200 მაქსიმალური და რა გვაქვს პაროლი. და პაროლის ჩვეულებრივ მოდი ვარჩარით გავაკეთოთ რა. და ესეც იყოს 200. ნუ აქ არის ახლა სხვადასხვა არჩევების საშუალება, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში იყოს ასე. რაოდენობა, ანუ შეიძლება პატარა ტექსტების არჩევა, დიდი ტექსტების არჩევა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ შევიყვანოთ ვარჩარი ჩვეულებრივი და თუ დაშიფრული გვენდომება პაროლის შენახვა, ეს უკვე ჩვენ თვითონ შეგვიძლია PHP-დან. კარგით. ესე იგი, ყველაფერი რიგზია, ID int-ია, ავტომატურად დაემატება, სახელი გვარი ვარჩარია, Gmail-ის და პაროლის, რა თქმა უნდა. და მეტი ფაქტიურად არაფერი არ გვინდა, შეგვიძლია დავაჭიროთ saves და ეს ცხრილი შეიქმნება. ახლა რას ნიშნავს ეს ცხრილი? ნუ აქ ახლა სტრუქტურაში გადამიყვანა, ანუ დამიწერა რაც მაქვს რა, ID int-ი, full name ვარჩარი ეს 200-იანები რო არის და თუ მინდა თვითონ ცხრილს შევეხო, აი პირველში გადავდივარ, აი browse რო არის. და აქ გამომიტანს ცხრილს, თუ რა თქმა უნდა მექნება. ამ შემთხვევაში არა მაქვს არაფერი ცხრილში მონაცემები, მაგრამ აი insert-ში შევალ და აქედან დავამატებ რა. აი მაგალითად შევავსოთ რა, გიორგი ენუქიძე რაღაცა გიორგი gmail.com. მე რა თქმა უნდა შემდეგ ვიდეოდან დავიწყებთ, რომ ეს ყველაფერი PHP-დან გავაკეთოთ. ცხრილში დამატება და წამოღება მაინც, მაგრამ ახლა ასე გასატესტად ასე ვიზავ რა. კარგი, ეს პაროლი რაღაცა ასე და go. აქ შემიძლია მეორეც დავამატო რა. აქვე, მაგრამ ნუ იყოს ახლა ეს ერთი. ყველაფერი დაემატა. აქ ბრძანებაც კი გამომიტანა, query-რის მიხედვითაც შეძლო დამატება და ამას მერე გამოვიყენებთ ჩვენ
ესე იგი, PHP-დან ასეთ ბრძანებებს, მაგრამ მანამდე აბა ვნახოთ, ბროუსში გადავიდეთ და ნახეთ, აი, აქაც ახლა ბრძანება გამოიტანა, რასაც ასევე ჩვენ გამოვიყენებთ, თქვათ, PHP-ში, select, ანუ მონიშნა ფიფქი ყველას ნიშნავს, ყველაფერი გამოიტანა user-დან. და აბა ვნახოთ, რა თქმა უნდა, ნუ ახლა ერთი მაქვს მარტო და აი ID ერთია, ავტომატურად ვიანიჭა, full name გიორგი ენუქიძე, Gmail-ი, პაროლი. ნუ სატესტოდ შეგვიძლია კიდე მეორეს დავამატოთ. რაღაცა ნიკა გაგნიძე, რაღაცა nikaza@gmail.com, რაღაც 123, მოდით. ბარემ მესამეს დავამატოთ. გიგა. ნუ ქართულად ინგლისურად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გიგა რაღაცა name სიჭერიძე რაღაც წერიძე გიგა@gmail.com და აქაც რაღაცა პაროლი 567 თქვათ. და ნუ დავაჭერთ goes და დაემატა ორივე რა. ნიკა გაგნიძე ეს მონაცემები და ასევე გიგა ნესიჭერიძე. და აქ რომ ნახავთ, ID-ები რა თქმა უნდა ავტომატურად ექნება მინიჭებული პირველი, მეორე, მესამე და რაც ჩავწერე, ისიც რა თქმა უნდა მიენიჭა. ანუ ნახეთ ცხრილის იმას ალბათ უკვე მიხვდებოდით, მუღავს რა. აქ იწერება სვეტები, რაც თავიდან მე მივუთითე, რა სვეტები უნდა ყოფილიყო, ID, სახელი გვარი, Gmail-ი, პაროლი და ამის ესე იგი ქვემოთ წერია უკვე რა. პირველის რა თქმა უნდა ID ეს არის ასე რა. ID, სახელი გვარი, ამის მეილი, ამის პაროლი. და ასე შემდეგ წერია სტრიქონებად რა. მე მგონი ისეთი რთული არაფერი ყოფილა, იმიტომ რომ ძალიან მარტივი გამოსაყენებელია PHP MyAdmin-ი. უბრალოდ ეს ახლა თან XAMPP-ით ვიყენებთ და რაღაც და შეიძლება ხანდახან რაღაც პრობლემებიც გამოიწვიოს, ზოგის მოგვარების გზას მეც დავდებ და თუ თქვენ რამე ერორი შეხვდათ ან რაღაც, ეგეც მითხარით და მაგაშიც დაგეხმარებით. ანუ უბრალოდ დაგუგლეთ ხოლმე რა ერორიც ამოვარდება, შეიძლება PHP MyAdmin-ზე შეხვიდე და აქ რამე ერორი დაწეროს. რაც მე მქონდა ასეთი პრობლემა და მაგის ვიდეო დაიდება და მოკლედ ასეთ რაღაცების მოგვარებაც შეგეძლებათ რა. ან რაღაცა თქვათ ის არ არის ეს PHP MyAdmin უხარვესო. მაგრამ ნუ საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია და საკმაოდ კარგია რა. მერე გასწავლით თქვათ როგორ შევინახოთ მერე ეს მონაცემები, რომ არ დაგვეკარგოს და მუდმივად გქონდეს და ნუ სერვერზეც გადავიტანოთ და ასე შემდეგ რა ეს მონაცემები, რომელიც ამჟამად რა თქმა უნდა კომპიუტერშია ამ ლოკალურ სერვერზე რა, ჩვენ XAMPP-ზე. კარგით. ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. როგორც გითხარით, თუ რამე კითხვა გაქვთ, რა თქმა უნდა, მომწერეთ ან დააკომენტარეთ და დაგეხმარებით. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.